მოგესალმებით, მე გახლავართ თბილისის პედაგოგთა საინიციატივო საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე. ჯერ განცხადებას გავაკეთებ. მოგახსენებთ, რომ განათლების სისტემის სასკოლო სეგმენტის მართვის სადავეები ხელთ იგდო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი შაშკინის აღიარებულმა ფავორიტმა და გუნდერმა ალუდა გოგლიჩიძემ და კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევებით თუ უცოდინრობით ახორციელებს ეგრეთ წოდებულ სასკოლო საგანმანათლებლო პოლიტიკას. ალუდა გოგლიჩიძის რეჟისორობით ღიად და საჯაროდ დაიდგა ფარსი, ანუ ჩატარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს ცენტრების უფროსთა შესარჩევი არალეგიტიმური და პროტექციონისტული კონკურსი. არალეგიტიმური, რადგან სამინისტროს ჯერჯერობით გაურკვეველმა უწყებამ განახორციელა ეროვნული საგამოსცო ცენტრისთვის მინიჭებული გამოცდების ორგანიზების უფლების უზურპირება. როგორც იცით, ასეთი კატეგორიის გამოცდებს სწორედ ეროვნული საგამოსცო ცენტრი უნდა ატარებდეს და არალეგიტიმურობას ადასტურებს ისიც, რომ გასაუბრების კომისიის ოფიციალური ხელმძღვანელის ვინაობა დღემდე არ არის ცნობილი. და ასევე ისიც, რომ გასაუბრების კომისიის სხდომები არ ტარდებოდა და ოქმები ამის შესახებ არ არსებობს. პროტექციონისტული არის ეს პოლიტიკა, რადგან 20-მდე ორგანოში შერჩეულ იქნა ალუდა გოგლიჩიძის პირადი კანდიდატები, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც გადაალახინეს ტესტირების გამსვლელი ქულა. უკანონობა გრძელდება ამის შემდეგაც, იმ დროს, როდესაც კონკურსის შედეგები ჯერ კიდევ სამინისტროსვე ინიცირებული გასაჩივრების პროცესშია, სამინისტრომ თანამდებობებზე უკვე დანიშნა შერჩეული ადამიანები და ამავდროულად რამდენიმე რაიონში გამოაცხადა განმეორებითი კონკურსი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ფიქრობს, სწორედ ალუდა გოგლიჩიძის ჩარევით ორჯერ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 51 მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 37 და მე-40 მუხლები, როდესაც არც კი გვიპასუხა გასაუბრების კომისიის სხდომის ოქმების გამოთხოვის თაობაზე და ამჯერადაც არ ხვევს იგივე კანონმდებლობას, როდესაც ჯიუდად არ პასუხობს ჩემ ადმინისტრაციულ საჩივარს, რის გამოც იძულებული ვარ მივმართო სასამართლოს. ზემოხსენებული საგანგებო დარღვევებისა ჩვენი ჯგუფისაგან არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად გოგლიჩიძის უწყება არათუ უკან იხევს, აპირებს მსგავსი მეთოდებით, მათ შორის გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდის ავლით ჩაატაროს საჯარო სკოლების დირექტორთა შერჩევაც. აღსანიშნავია, რომ როდესაც საბიუჯეტო ფინანსები ხმარდება ზემოხსენებულ მაქინაციებს, აღარავის ახსენდება პედაგოგთა სახელმწიფო ანაზღაურების მატება, რითაც მასწავლებლებს შიმშილისთვის, ხოლო განათლების მომავალს კრახისთვის ვწირავთ. ამავდროულად ხაზგასმით ვაცხადებთ, გოგლიჩიძის პოლიტიკა პირდაპირ აზიანებს საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის და პრემიერ-მინისტრის ავტორიტეტს, რადგან არსებული მთავრობა ჩვენ და მათ შორის მეც ბევრად უკეთესი ოცნებების განსახორციელებლად დავირჩიეთ. დღეს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ბოიკოტის კომიტეტი და კატეგორიულად მოვითხოვთ. პირველი, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს თანამდებობიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც დაკავშირებული იყო ხსენებულ კონკურსში არსებულ დარღვევებთან. მეორე, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს ცენტრების უფროსთა შესარჩევი კონკურსის შედეგები. თუ ახლოს დღეებში მთავრობა არ დაიწყებს ჩვენი მოთხოვნების შესრულებას, სავარაუდოდ ორშაბათიდან დავიწყებ ჯდომარი აქციის ორგანიზებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობასთან. მოუწოდებ დირექტორებს ბოიკოტი გამოუცხადონ გოგლიჩიძის ინიცირებულ დირექტორთა კონკურსს, რადგან მათთვის ესაა ეშაფოტის პროექტი. ასევე მოუწოდებ კონკურსანტებს ბოიკოტი გამოუცხადონ განმეორებით კონკურსს. მოუწოდებთ კოლეგებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, განათლების სისტემით დაინტერესებულ ყველა მოქალაქეს მხარში ამოუდგეს ბოიკოტის კომიტეტს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასამაროთ ნეპოტიზმი, გააწმინდოთ ჩვენი მომავლის საფუძველი განათლების სისტემა. ეს რაც ჩვენს ცენტრს უნდა გაიკეთებინა განცხადება და შეკითხვები ვისთანაც გნებავთ, ქალბატონ. დიახ. საუბარი ეხება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს რესურს ცენტრების უფროსებს, მათთან დაკავშირებით ჩატარდა გამოცდა. შერჩეული იქნა 20 კონკურსანტი, ჯერჯერობით მოგეხსენებათ 14-მდე რაიონი არის საქართველოში. 20 კონკურსანტი იქნა შერჩეული. 20-ვე შეიძლება ითქვას, რომ არის ალუდა გოგლიჩიძის ფავორიტი, რაც შეეხება გადალახვინების საკითხს, ორი მათგანი უკვე ცნობილია, 60 ქულა იყო გამსვლელი ტესტირების შედეგებისა და 59 ქულიანი დანიშნეს დიდუბე ჩუღურეთის რესურს ცენტრის საგანმანათლებლო უფროსის უფროსად, ხოლო ასევე თელავში იქნა 59 ქულიანი დანიშნული უფროსად. ახლა ამას ეხება კონკრეტულად ეს საქმე. არა მარტო ამას სხვა საკითხებსაც.
აქციას ახლა მე ისედაც მშიერ მასშტაბლებს ვერ მოუწოდებ რაღაც აქციებისკენ და შემჭირებისკენ. ამას პირადად ჩვენი კონკრეტული ცენტრი, რომელიც შემჭიდროებული ამ ეტაპზე იღებს მონაწილეობას, ჩვენ გავაკეთებთ ამას ორშაბათიდან სავარაუდოდ, თუ კი არ შესრულდება ეს მოთხოვნები, თუ შესრულდება არ განხორციელდება და ასევე ვისაც სურს შეუძლია შემოუერთდეს ჩვენს მიერ ბოიკოტირებულ აქციას, ბოიკოტის აქციას. ჩვენი საკოორდინაციო ცენტრი არის ესე ვთქვათ საზოგადოებრივი საწყისებზე. პირველად ეს ცენტრმა მუშაობა დაიწყო ოქტომბერში, როდესაც პედაგოგთა სასერტიფიკატო დანამატების გაცემასთან დაკავშირებით შეიქმნა სერიოზული პრობლემები და ძალიან დიდი ხარვეზები იყო პედაგოგის სახელმწიფო ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მაშინ დაიწყეთ პირველად ამოქმედება და საერთოდ მიზანი ჩვენი არის, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვიაქტიუროთ და საზოგადოებაც როდესაც მოთხოვოთ გააქტიურება. აი მე თქვენ დაგირეკებთ ამასაც უფრო თქვენ ინფორმაციისთვის და გადასაფარი მასალის დასახმის დასაჯებად გამოგადგებათ. კი ბატონო. დიახ, პედაგოგები შედიან ბოიკოტის კომიტეტში შევლენის ადამიანები, ვინც უკანონოდ იქნა დაწუნებული ალუდა გოგლიჩიძის კომისიის მიერ. ორშაბათიდან. ну სავარაუდოდ როგორც თავისი ხა წესები აქვს შესაძლოა ეს იყოს სამდღიანი გამაფრთხილებელი მჯდომარე აქცია, ну სავარაუდოდ კარავი გაიშლება და რაღაც თუ მაინც არ განმეორდა, მე ალბათ უფრო შეიძენს პერმანენტულ ხასიათს და ალბათ დამატებით მოთხოვნებით შეიძლება გააჩნდეს მე უკვე აი ამ აქციის პერიოდში. ну იგივე პედაგოგთა სახელმწიფო ანაზღაურების საკითხი, რომ ამ ხრივ ქაოსი არის და ალუდა გოგლიჩიძის სასკოლო პოლიტიკა ძირითადად ხმარდება სწორედ აი ამ პროტექციონიზმ და ეგრეთ წოდებულ ჩაწყობების თემატიკას და ამ დროს ძალიან სადღაც უკანა პლანზე გადაიწერა, როგორც უკვე ვთქვი, პედაგოგთა ანაზღაურების საკითხი და მოგეხსენებათ რა მიზერულია მათი ანაზღაურება და ამ ასე ვთქვათ კონკურსების დაგეგმვაში იხარჯება თანხები და თან სხვათა შორის საკმაოდ არასამართლებელია. ესეთი კონკურსები ამ სივრცეში უნდა ჩაატაროს გამოცდების ეროვნულ ცენტრმა და ის ამისთვის იღებს თანხებს ბიუჯეტიდან, ამისთვის ფინანსდება, რომ ნებისმიერი სახის გამოცდა ჩატარდეს სწორედ მისი ორგანიზებით. ეხლა ამ ეტაპზე ვინ ჩაატარა ეს და ან დირექტორთა კონკურსს ვინ ადგენს და ან ტესტირებას ვინ ადგენს, ეს ცოტა გაურკვეველი არის და არავინ არ იცის. შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება. ეს ძალიან დიდი დარღვევა, რასაც მოგებულობთ.